ოპერაციული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ მიმართულებებზე ძალთა თანაბრად გადანაწილებას ისახავს მიზნად. უწყების განმარტებით ეს ახალი სტრუქტურის ფორმირების ნაწილია. გულისხმობს თუ არა პროცესი თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლებას, ამას ნატა მახვილაძე გვეტყვის. ნატა, გისმენთ. როგორც ცოტა ხნის წინ გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განმარტა, არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დარჩება სამსახურის გარეშე. მიმდინარეობს როტაცია და როტაციის შესახებ ინფორმირებულია ყველა სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისად ისინი გადანაწილებულები არიან სხვადასხვა თანამდებობებზე. მე შეგახსენებთ, რომ როტაციის პროცესი გრძელდება თავდაცვის სამინისტროში და მიმდინარეობს ორ ლოკაციაზე განთავსება სპეციალური დანიშნულების ძალების. აქამდე სპეციალური დანიშნულების ძალებს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჰქონდათ ლოკაციის ადგილი, ეხლა მოხდება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქობულეთში მათი განთავსება. ეს მიმდინარეობს მინისტრის პოლიტიკის ფარგლებში, შეთანხმებულია ნატოს ექსპერტებთან, ასევე მონაწილეობდნენ ამერიკელი ექსპერტები ლოკაციის შერჩევაში და შესაბამისად თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი ლოკაციაზე განთავსება ძალების ხელს შეუწყობს უფრო მობილურობას და უფრო კომუნიკაციას სამხედრო მეთაურებს შორის. არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება სამსახურის მიღმა, ყველა სამხედრო მოსამსახურე არის დასაქმებული. ამას დაადასტურებს ჩვენი პერსონალის მართვის ცენტრის უფროსიც და ის ინფორმაცია, რომ ადამიანები დარჩენ უმუშევრები არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა მეთაურმა იცოდა ის თუ რაც უნდა მოხდარიყო, რომ ორ ლოკაციაზე სპეცდანიშნულება გადანაწილდებოდა. დღევანდელი არსებული მდგომარეობით არის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე თბილისში. ოპერატიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი თავდაცვის გეგმა, საჭირო არის თანაბრად გადანაწილება ჩვენი შესაძლებლობების, რომ საომარი მოქმედებების დროს ავტონომიურობის რეჟიმში ოპერატიულად ემოქმედოს სპეცდანიშნულებმა და ყველა ძალებმა. ჩატარდა დაგეგმილი რეორგანიზაცია, რაც იყო დაგეგმილი 2018-ში, გეგმიური რეორგანიზაცია. პირადი შემადგენლობას ვისაც შეეხო რეორგანიზაცია, სულ ყველა 100% დანიშნული არიან შესაბამის თანამდებობებზე, ასე რომ არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დარჩენილა სამსახურის გარეშე. ვისაც რეორგანიზაცია არ შეეხო, ის აგრძელებს ჩვეულებრივ სამსახურს, სადაც იყო აქამდე დანიშნული. თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ როტაციის პროცესი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამხედრო მოსამსახურეები თანამდებობებს ტოვებენ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და დღეს თავდაცვის სამინისტროში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედია საშუალებებს მოუწოდა, რომ ზუსტი ინფორმაცია გაავრცელონ ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობ ნატა მახვილაძე.